ვალართაგან დევნილმა მელკორმა და უნგოლიანტმა სწრაფად გადაიარეს არამანის უდაბნო, გადაკვეთეს ყინულით სავსე ჰელკარაქსეს სრუტე და შუახმელეთის ჩრდილოეთს დაუბრუნდნენ. მორგოთი თავისი ძველი ციხესიმაგრის ანგბანდის ნანგრევებს უახლოვდებოდა და გაქცევას იმედოვნებდა, მაგრამ უნგოლიანტმა, რომელსაც იგი თავის ბნელ ღრუბელში ყავდა გახვეული, შეაჩერა. ობობამ პირობის შესრულება და ფორმენოსის განძი მოითხოვა. გულშავო, აღვასრულე მოთხოვნა შენი, მაგრამ მაინც დამშეული ვარ. სხვა რა გზა ჰქონდა? სათითაოდ დაუთმო მელკორმა უნგოლიანტს მოპარული ძვირფასი ქვები. ობობამ ყველა გადასანსლა. კიდევ უფრო გაიზარდა და გაშავდა, მაგრამ მაინც ვერ გაცხა. ხოლოდ მარცხენა ხელით მაჭმევ, თქვა მან, მარჯვენაც გაშალე. მარჯვენაში მორგოთი სილმარილებს მალავდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვები ბროლის ზარდახშაში ეწყო. მათმა მხურვალებამ ხელი დაუწვა მას და ტყივილისგან მარჯვენა სამუდამოდ მომუჭა. არა! იღრიალა მორგოთმა. მაგრამ უნგოლიანტი გაძლიერებულიყო, მორგოთი კი დასუსტებული. ობობა აღდგა მის წინააღმდეგ, თავის წყუდიათში გაახვია და წებოვანი შავი ბაწრების აბლაბუდაში მისი დახრჩობა სცადა. ტკივილისა და შიშისგან მორგოთმა საშინლად იკივლა. შუახმელეთის ჩრდილოეთში არასოდეს გაჟღერებულა ესოდენ საზარელი ხმა. მთები შეირყა, მიწა იძრა და კლდეები დაიბზარა. მასაკეთი მხარეს ლამოთი, დიდი ექო ეწოდება. ღრმა და მივიწყებულ საცავებში, ანგბანდის ნანგრევების ქვეშ, ეს კივილი ესმათ ბალროგებს, დემონებს, რომლებიც ბატონის დაბრუნებას ელოდნენ. ისინი მსწრაფლა აღდგნენ და ცეცხლოვანი ქარიშხალივით მიიჭრნენ ლამოთში. ალმოდებული მათრახებით მათ გაწყვიტეს უნგოლიანტის აბლაბუდა. შეშინებული ობობა უკუიქცა და თავის გადასარჩენად სამხრეთის ბნელ ველებში გადაიკარგა. გათავისუფლებული მორგოთი ანგბანში დაბრუნდა. მან აღმართა სამწვერვალიანი თანგო როდრიმი და შეკრიბა ორკთა და დემონთა ურიცხვი ლაშქარი. მან რკინის გვირკვინი გამოჭედა და ნიშნად ძალაუფლებისა შიგ სილმარილები ჩაიმაგრა. წმინდა ქვებთან შეხებისას მისი დამწვარი ხელები სამუდამოდ შავი დარჩა. მან თავი ქვეყნიერების მეუფედ გამოაცხადა და ბელერიანს წყდიადის ჩრდილი გადაეფინა.